თომას ჰობსი ეს არის ადამიანი ნიკოლო მაკიაველისთან ერთად, ვინც ალბათ ყველაზე მეტად განსაზღვრა ის თუ როგორ განვიხილავ დღეს პოლიტიკას, როგორ საუბრობ დღეს პოლიტიკაზე. თავარი და ძირითადი ამაში არის ის, რომ ჰობსი პოლიტიკას უყურებს და ძალაუფლების სახელმწიფო ძალაუფლების ფენომენს უყურებს მაქსიმალურად რეალისტურად, პრაგმატულად, ჩვენი ცხოვრებისეული საჭიროებებიდან გამომდინარე, ოღონდ თუ მაკიაველი პოლიტიკას უყურებდა ძირითადად ხელისუფლების პერსპექტივიდან, ანუ ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, ჰობსი პოლიტიკას, სახელმწიფო ძალაუფლებას უყურებს ინდივიდის ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ ის ფაქტიურად swamps საკითხს, რისთვის გჭირდება ხელისუფლება და რატომ უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლებას. ცხადია, ადამიანები ყოველთვის ემორჩილებოდნენ ხელისუფლებას ისტორიულად. ამის მიზეზი ნაწილობრივ იყო ჩვევა, იმიტომ რომ სახელმწიფო ყოველთვის არსებობდა, ხელისუფლება ყოველთვის არსებობდა, ადამიანები მას ყოველთვის ემორჩილებოდნენ და ადამიანები იმას აკეთებენ, რასაც სხვები აკეთებენ. გარდა ამისა, იყო შიშის ფაქტორი, ყველა მიცის, რომ თუ ხელისუფლებას არ დაემორჩილები, დიდი შანსია, რომ ამისთვის დაისაჯო და ამ ჩვევის და შიშის მოტივებია ჩვეულებრივ, რაც ადამიანებს აიძულებთ, რომ დაემორჩილონ ხელისუფლებას. მაგრამ მხოლოდ ჩვევა და შიში მაინც არ არის საკმარისი, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები და ჩნდებოდნენ, ვისაც შეიძლება ეჭვი შეეტანა იმაში, რომ უნდა დამორჩილებოდა მოცემულ ხელისუფალს, მოცემულ მთავრობას, ამიტომ მთავრობას სჭირდება კანონიერება, ლეგიტიმურობა, ანუ ადამიანები ემორჩილებიან ისეთ მთავრობას, რომელიც არის მათ თვალში ლეგიტიმური. და სწორედ აი ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი დასვა ჰობსმა ახლებურად. ტრადიციული წარმოდგენა ხელისუფლების ლეგიტიმურობისა ჩვეულებრივ დაკავშირებული იყო რელიგიასთან, იმასთან, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და სამყაროში როგორადაც ის ღმერთმა შექმნა, ყოველთვის არსებობს რაღაც იერარქია, არსებობენ უფროსები და უმცროსები, მაღლამდგომები და ავლამდგომები და შესაბამისად არსებობენ მთავრობები, არსებობენ მეფეები და ქვეშემრდომებს აქვთ მოვალეობა მათ დაემორჩილონ, იმიტომ რომ ასე აწყობილია, ეს ქვეყანა. და ამას ტრადიციულად უწოდებდნენ მეფეთა საღვთო უფლებას. ანუ მეფე რაღაცნაირად წარმომადგენელია ღმერთისა, ღვთაებრივი წესრიგისა და მას უნდა დავემორჩილოთ, იმიტომ რომ მეფეების არსებობა არის ღვთაებრივი წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. ჰობსი ასე არ უყურებს საღვთო ძალაუფლებას, უпростоად სამეფო ძალაუფლებას, საერთოდ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ის ცდილობს პასუხი გასცეს ამ კითხვას, თუ რისთვის გჭირდება ჩვენ ძალაუფლება და რატომ უნდა დავემორჩილოთ მას, რაციონალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაციონალური მსჯელობიდან გამომდინარე, ისევ ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ ის ძალაუფლების ერთგვარ დესაკრალიზაციას ახდენს. ამის გასაგებად, თუ რატომ დაისვა ეს შეკითხვა, უნდა გავითვალისწინოთ ალბათ ისტორიული კონტექსტიც. ჰობსი მოღვაწეობდა მე-17 საუკუნეში ინგლისში და ეს არის ეპოქა, პერიოდი, რომელიც შემოbrunების ხანაა, შემოbrunების მომენტია ინგლისის ისტორიისთვის უპირველეს ყოვლისა, მაგრამ საერთოდ მსოფლიო ისტორიისთვისაც. იმიტომ რომ შემდგომ ინგლისის მოვლენებმა გავლენა მოახდინა ევროპაზე და დანარჩენ მსოფლიოზე. ამ დროს ჰობსის სიცოცხლის პერიოდში ეს მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი ინგლისში, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით 10 წელს. და ამ სამოქალაქო ომში ძირითადი მხარეები იყო მეფის მომხრეები და მეფის აბსოლუტური ძალაუფლების მომხრეები და პარლამენტის მომხრეები. ფაქტობრივად იყო ორი ჯარი, მეფის ჯარი და პარლამენტის ჯარი და იდეოლოგიურად ეს ნიშნავდა ერთის მხრივ იმ მოსაზრების მომხრეობას, ვინც თვლიდა, რომ უნდა იყოს აბსოლუტური მონარქია, ანუ მეფეს აქვს ძალაუფლება ღმერთისგან და ის არაფრით არ უნდა იყოს შეზღუდული, ხოლო მეორეს მხრივ იდგნენ პარლამენტის მომხრეები, ანუ ის ადამიანები, ვინც თვლიდნენ, რომ მეფის ძალაუფლება, რა თქმა უნდა,
წმინდა და უნდა იყოს, უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ასე თვლიდა, მაგრამ ის შეზღუდული უნდა იყოს პარლამენტის ძალაუფლებით. პარლამენტი თავის მხრივ ეს იყო ერთის მხრივ თავადაზნაურობა, ან დიდგვაროვნები, მეორეს მხრივ, ლორდთა პალატა, რასაც დღესაც და მაშინაც ვეძახდით, ასევე შეძლებული მოქალაქეები, თემთა პალატა და მეფის და ამ პარლამენტის დაპირისპირებას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა ინგლისში 1215 წლიდან, როდესაც დაიდო ეგრეთ წოდებული დიადი ქარტია ან მაგნა კარტა, რაღაც შეთანხმება მეფესა და ბარონებს შორის უფლებების განაწილებაზე, მაგრამ იმის შემდეგ ეს იყო მუდმივი ბრძოლა, ვის აჯობებდა მეფის ძალაუფლება თუ პარლამენტის მიერ შემუშავებული რაღაც კანონები და შეზღუდვები. და ისე აღმოჩნდა ისტორიაში, რომ მე-17 საუკუნე აღმოჩნდა ერთგვარი აპოგეა ამ ბრძოლისა და ეს სამოქალაქო ომი, რომელიც მიმდინარეობდა ჰობსის სიცოცხლეში, სწორედ ეს იყო ის ძირითადი მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა ჰობსის ხედვა, სწორედ ამ ომის კონტექსტში დასვა მან თავისი ძირითადი შეკითხვები. თვითონ ის პიროვნულად იყო მეფის ეს მომხრეთა ბანაკში, ის ამართლებდა მეფის აბსოლუტურ ძალაუფლებას და შეიძლება მისი მთავარი წიგნი ლევიათანი წავიკითხოთ, როგორც მეფის აბსოლუტური ძალაუფლების გამართლება. ამის გამო მას მოუწია ინგლისის დატოვება, როდესაც პარლამენტის მომხრეები გაძლიერდნენ. საბოლოოდ ეს ომი, ინგლისის სამოქალაქო ომი დამთავრდა პარლამენტის გამარჯვებით, მეფე ჩარლზ პირველს მოკვეთეს თავი და სულ საბოლოო შედეგი აღმოჩნდა საერთოდ მონარქიის გაუქმება და ოლივერ კრომველის სამხედრო დიქტატურის დამყარება. თუმცა და აი ამ პერიოდში ჰობსი იყო უკვე საფრანგეთში, პოლიტიკური დევნილი იყო, ასე ვთქვათ, მაგრამ მას არც მეფის მომხრეთა შორის, ასე ვთქვათ, ყავდა ყველა არ იყო მისი თანამოაზრე, აქაც მოვიდა კონფლიქტი, იმის გამო, რომ ის მართალია ამართლებდა მეფის ძალაუფლებას და საჭირო თვლიდა მეფის ძლიერ ძალაუფლებას, მაგრამ ის ამას არ ამართლებდა, ვთქვათ, საკრალური მოტივებით, მეფეთა საღვთო უფლების დოქტრინით. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ალბათ ისიც, რომ ინგლისის სამოქალაქო ომი გარდა იმისა, რომ ის იყო წმინდა პოლიტიკური დაპირისპირება აბსოლუტური მონარქიის და საპარლამენტო, ასე ვთქვათ, ძალაუფლების ეს მომხრეთა დაპირისპირებით, გარდა ამისა მას ჰქონდა რელიგიური ასპექტიც. ინგლისი იყო პროტესტანტული ქვეყანა, ის გამოიყო კათოლიკურ ეკლესიას ერთ საუკუნით ადრე ამ სამოქალაქო ომამდე, მაგრამ როგორი პროტესტანტიზმი უნდა ყოფილიყო აქ გაბატონებული, ამაზე სხვადასხვა აზრი არსებობდა. ვთქვათ, ერთი მიმდინარეობის წარმომადგენლები იყვნენ მეფის მომხრეები, უფრო ესე ვთქვათ, რიტუალური და ინსტიტუციონალიზებული კათოლიციზმთან შედარებით ახლო მდგომი რელიგია მოსწონდათ მათ, ასე ვთქვათ, მაგრამ მეორეს მხარეს იყვნენ უფრო რადიკალური რელიგიური რეფორმატორები. ამის ხაზგასმას რატომ აქვს მნიშვნელობა? იმიტომ, რომ როდესაც საუბრობთ მეფის საღვთო უფლებაზე, ესე იგი რელიგიით ვამართლებთ მეფის ძალაუფლებას, მაგრამ როდესაც ამავე დროს რელიგიური ომია, სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები უპირისპირდებიან ერთმანეთს, უფრო ძნელი ხდება იმის დადგენა, რომ ღმერთს რომელი მხარის გამარჯვება უნდა. ორივე მხარე ერთმანეთს უპირისპირდება, ღმერთის ავტორიტეტს იშველიებს, თუმცა შეუძლებელია იმის დადგენა ღმერთი ვის მხარეზეა, იმიტომ რომ ღმერთთან პირდაპირი კავშირი არავის არ აქვს. ასე რომ ჰობსის სიახლე ან ნოვატორობა მდგომარეობდა იმაში, რომ მან სრულიად გადადო რელიგია, როგორც პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ლეგიტიმურობის განსაზღვრის ფაქტორი და შეეცადა პოლიტიკური წყობა და პოლიტიკური სისტემა გაემართლებინა რელიგიის გარეშე, რელიგიაზე მითითების გარეშე. ამის გამო მას შემდეგ ათეისტობას დააბრალეს, მკვლევარები კამათობენ, ჰობსი მართლა ათეისტი იყო თუ მართლა მორწმუნე იყო,
ეს ალბათ არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, მაგრამ თავარია რომ მან სცადა რომ პოლიტიკური თეორია აეგო სრულიად რელიგიაზე ყოველგვარი მითითების გარეშე, მაგრამ თუ არა საღვთო უფლება, თუ არა ღმერთის ნება, მაშინ რით შეიძლება გავამართლოთ პოლიტიკური სისტემა. აი ჰობსის მიდგომა, ასე ვთქვათ, ჰობსის ამოსავალი არის ადამიანი, ადამიანის ბუნება. თუ არა ღმერთი, ესე იგი თუ ღმერთით ვერ გავამართლებთ და ვერ გავარკვევთ, როგორი პოლიტიკური წყობა უნდა იყოს, ამოსავალი უნდა იყოს თვითონ ადამიანი, ადამიანის ბუნება, ადამიანის საჭიროებები და ინტერესები. მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, განსაზღვროთ როგორი ადამიანის ბუნება, ამისათვის ჰობს შემოაქვს ცნება, მისთვის ამოსავალი ცნება და მრავალი შემდეგ სხვა პოლიტიკური მოაზროვნისთვის ამოსავალი ცნება, ბუნებითი მდგომარეობა, ეს შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც ერთგვარი წარმოსახვითი ვითარება, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ყოველგვარი სახელმწიფოს და კანონების გარეშე. ესე იგი, ადამიანის ასეთ ვითარებაში ადამიანის ბუნება გვეძლევა სუფთა სახით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მას არაფერი არ ართულებს, ადამიანი არ არის დამოკიდებული არც სახელმწიფოზე, არც კანონებზე, არც რაღაც თუნდაც რელიგიაზე, ის არის უბრალოდ ადამიანი, როგორც ის არის. როგორია ადამიანი ბუნებით მდგომარეობაში, რით შეიძლება ის დავახასიათოთ? ბუნებითი მდგომარეობის დახასიათებას ჰობსი იწყებს იმის თქმით, რომ ადამიანი ბუნებით მდგომარეობაში არის თავისუფალი და თანასწორი. ანუ ყველა ადამიანი არის თავისუფალი და თანასწორი. რას ნიშნავს ეს? რის თქმა უნდა ამით ჰობს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი არ არსებობს სახელმწიფო და კანონები, ესე იგი ადამიანის მოქმედებას არაფერი არ ზღუდავს. მას აქვს ყველაფრის უფლება, მას შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი რამ, რაც მოესურვება, ეს არანაირი გარე შეზღუდვები მას არ აქვს. მარცხადამი ის არის თავისუფალი. მეორეს მხრივ, ყველა ადამიანი არის თანასწორი, რაც ისევ იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა უთანასწორობა ჩვეულებრივ ემყარება იმას, რომ რაღაც მის გვარიშვილობას, წოდებას, ვიღაცა იბადება გლეხად, ვიღაცა იბადება თავადად და ასე შემდეგ, მაგრამ ვიღაცა მეფედ, მაგრამ ეს არის საზოგადოებაში, სახელმწიფოში, ხოლო ბუნებით მდგომარეობაში არ არსებობს არანაირი იურიდიული საფუძველი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ყველა ადამიანი თანასწორია, ადამიანებს აქვთ მხოლოდ უნარები, გარკვეული უნარები, იბადებიან რაღაც უნარებით, ერთის მხრივ მათ აქვთ ფიზიკური უნარები და გონებრივი უნარები. რა თქმა უნდა, მათი ფიზიკური და გონებრივი უნარები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ეს განსხვავება არც ისე დიდია, რომ გაამართლოს, თქვათ, ერთი ადამიანის ბატონობა მეორეზე, ან ერთი ადამიანის აღმატებულება სხვაზე. რა თქმა უნდა, ვიღაცა უფრო ღონიერია, ვიღაცა უფრო სუსტია, მაგრამ ორი სუსტი რომ გაერთიანდეს, იმ ღონიერს, თქვათ, აჯობებს. ასევე ადამიანები თუ მათ რაღაც არ ისწავლეს, თქვათ, მათემატიკა ან ფიზიკა, ბუნებრივად რაც იციან, რაღაც პრაგმატული რაღაც გონება ყველას აქვს, ყველას შეუძლია გაითვალოს თავისი ინტერესი და არსებითი და პრინციპული განსხვავება ადამიანებს შორის ცოდნის თვალსაზრისით და ინტელექტის თვალსაზრისით არ არსებობს. დაახლოებით ყველა ადამიანი რეალურად, ობიექტურად თავისი უნარებით არის თანასწორი. და სწორედ აი ასეთი თავისუფალი და თანასწორი ადამიანების ვთქვათ, თანაცხოვრება არის ის, რასაც ჰობსი უწოდებს ბუნებით მდგომარეობას.